ყოველდღიურმა სისულელეებმა ზემდგომი პირების. ამით იყო დასამახსოვრებელი. ოპოზიცია არ გაგვაჩნია ჩვენ. მსგავსი არ არსებობს ქვეყანაში. რომელიც ერთზე ფიქრობს. ადამიანი მსგავსი არ მინახავს. უკვე ახლა არა. შევარდნაძის დროსაც კი არ მინახავს ის, რაც დღეს ხდება. ბოლო 20 წელი, 22. მე დიდად არაფერმა არ ისმიქნა და მომახსოვრა თავი ნამდვილად. სულელება რა ვიცი რა ჩვეულებრივად როგორც ადრე იყო ისე არის წელსაც. რა უნდა მოგვარდეს? ყველაფერი რა ვიცი მე უსურო მშვიდობიან ქვეყანა ყოფილიყოს, გაჭირვება არ იყოს. ერთადერთი ჩემი სათქმელია მე ვარ დევნილი ცხინვალის რეგიონიდან. მშვიდობა რომ არის ქვეყანაში, აი ეგ არის რომ ყველაზე კარგია ქვეყნისთვისაც და ოჯახებშიც და ყველგან მე ასე ვფიქრობ. ზოგი კარგი იყო, ზოგი ცუდი რა. აი რაც გამოყოფით მაინც. განსაკუთრებით ვერაფერს ისეც. მაინც და მაინც. მშვიდობაა ჩვენ ქვეყანას ესაა მთავარი. ახალ წელს ახლოვდება და ყველა კარგი განწყობით ხდება. კი, კარგად აგვემახსოვრდა ეს წელი, ამდენ ხალხს ასე ცუდად მოექცნენ, ხოცეს, რა ვიცი, თავპირი დაალეწეს. არაფრით არ დაგვემახსოვრდება ეს წელი, პირადად მე არ დამამახსოვრდება. და რა ვიცი, აბა ეს მთავრობა თუ დროზე წავა უკეთესი იქნება. გაჭირვება, უხოლობა, ყველაფერი გასაჭირო, გვიდა ყველაფერი ქონდეს, მაგრამ ამ გაჭირებამ ბევრი რამე გვასწავლა. გაჭირება ძალიანა, ხალხის ძალიან უჭირს, სამუშაო არ არის არაფერი და გაჭირებულია ბანკებზე ვართ დამოკიდებული რომ რაღაცა გავაკეთოთ. ბევრი დადებითი არაფერი ხონდა ჩემთვის. მე სოფლის მეურნეობას ვეწევი 25 გექტარი მიწის ფართობი მოხს. მოსავალი დიდძალი მქონდა, ფასი არ ქონდა. იმდა ამდენი შრომის მერე ბანკის ვალის ვერ გავისტუმრე. ძალიან ცუდი წელი იყო ჩემთვის. ანუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხარდაჭერა. კი, ძალიან აუცილებელია. ხარდაჭერა არავინ არ ყავს.